მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სპორტ ლაივს მარია მუსელიანთან ერთად. რამდენიმე დღის წინ მაზიანში ჩატარდა მინი ტურნირი, რომლის მედია მხარდაჭერი იყო თეონა ჭალიძე და ასევე თანაორგანიზატორი. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან საფეხბურთო კლუბ ვაზიანის პრეზიდენტი გიგა მოლაშხია და თეონა ჭალიძე. მოგესალმებით და გილოცავთ პირველ რიგში ტურნირის წარმატებით დასრულებას. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. თეონა, პირველი კითხვით დავიწყებ თქვენგან. მაინტერესებს, როგორ აღმოაჩინეთ ეს ვაზიანის კლუბი და ვისგან შეიტყვეთ ამ პრობლემებს შესახებ და რა გეგმები განახორციელეთ ტურნირზე. კლუბმა ვაზიანმა, მისმა პრეზიდენტმა გიგა მოლაშხიამ საინფორმაციო სააგენტო ედიტორის Facebook გვერდზე მოგვწერა და გვაცნობა ამა თუ იმ პრობლემის შესახებ, რაც კლუბს აქვს, ამაზე მოგვიანებით გიგა თავად ისაუბრებს და სწორედ აი ამ მიმოწერის შედეგად დაიგეგმა მინი ტურნირი ფეხბურთში, რომელიც უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად გაიმართა სიმბოლურად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგა მზად არის, რომ კლუბმა ვაზიანმა უმასპინძლოს და უფასოდ მოამზადოს უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული უკრაინული ოჯახების ბავშვები, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან და საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მათ ცხოვრება, როგორც ვიცით. სურვილი შემთხვევაში ის მზად არის, რომ ამ ბავშვებს უფასოდ გაუწიოს მომსახურება, შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ტურნირს, ტურნირის ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ინოვაციების და განვითარების ფონდი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრი მედიატორი. ჩვენ ღონისძიების ორგანიზებაში ძალიან დიდი მხარდაჭერა და გაგვიწია კომპანია ლიდერბეთმა, როგორც ვიცი, გადაცემაში უნდა მოსულიყო. დიახ, მაგრამ რაღაც პრობლემები შეექმნათ ამის გამო. არა, უშუალოდ დიდი მადლობა, ვისარგებლობ შემთხვევით და გადაუხდიმათ ლიდერბეთს ამ მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება ტურნირს, ტურნირში მონაწილეობდა 8 გუნდი. ეს გახდათ კლუბის სართიჭალის, კლუბი ვაზიანის და ვაზიანის ნომერ 1 და ნომერ 2 საჯარო სკოლების გუნდები და ძალიან კარგად ჩაიარა, შეიძლება ითქვას ტურნირმა. ჩვენი მიზანი რაც იყო, რომ ბავშვები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ყოფილიყვნენ გახარებლები, ეს დღე მართლაც დასამახსოვრებელი იყო და მოხარული ვარ, რომ მართლაც მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარეთ საფუძველი და ვფიქრობ, რომ ხშირად გაიმართება ამ მოედანზე უკეთეს პირობებში მსგავსი ტურნირები და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ის ადამიანები, ვისაც მართლაც ხელიწიფებათ რეალური დახმარების გაწევა ამ კლუბისთვის და ამ სტადიონის შეკეთება, ისინი მართლაც მიაქცევენ ამ ბავშვებს ყურადღებას. ტურნირის ბოლოს სიგელები გადაეცით, ხო? კი, ტურნირის ბოლოს სამახსოვროდ სიგელები გადავეცით მონაწილეებს, მედლები, თასები და ვსურვეთ, რომ უფრო და უფრო სერიოზული ტურნირები მოიგონ მათ და მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილოთ თითოეული ფეხბურთელი. ახლა გადავალ გიგაზე. მაინტერესებს, როგორც ჩვენთვის ცნობილი არის, არ არის რესურსები, არ გვაქვს სავარჯიშო სტადიონი. თუ შეიძლება გვესაუბროთ ამ პრობლემების შესახებ? დიახ, მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა შევეხები იმ პატარა მცირე მასშტაბიან ტურნირს, რომ არ გამომრჩეს და დავიწყებ მადლობის მოხდით. პირველ რიგში დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ თეონას, რომ ესეთნაირად დაგვიდგა გვერდში და ასე თუ ისე ეს კარგი ლამაზი და კარგი ტურნირი უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად ჩავატარეთ. და ასევე დიდ მადლობას მოვახსენებ კომპანია ლიდერბეთსაც ამავდროულად. მოკლედ დავიწყებ იქიდან, რომ ვაზიანის დასახლება არის საკმაოდ მოზრდილი დასახლება და წლების მანძილზე, ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე ათეული წელია და სანამ მაგ დასახლებიდან რუსის ჯარები გავიდოდნენ, მე ქართველის მოსახლეობა დასახლდა და არც ყოფილა ამდაგვარი რაღაცა. ეს წამოვიწყეთ ჩვენ შარშან ივლისის თვეში, იქიდან გამომდინარე, რომ ორი სკოლა არსებობს და საკმაოდ მოზრდილი დასახლებაა და ბავშვებს არანაირი განვითარების არც გზა ჰქონდა და არც საშუალება, იმიტომ რომ თბილისის სიარული ძვირი უჯდებოდა და აქედან გამომდინარე უხდებოდათ იმ ძიმე ფონზე და იმ ძიმე სიტუაციაში იქ ამას განვითარებას ვერ დავარქმევ, არჩეურად ყოფას ვაყენებ არავის და არაფერი, უბრალოდ იქ ფიზიკურად ბავშვი ვერ ვითარდებოდა ვერანაირად. იქ 11-12 წლის ბავშვი სიგარეტის წევას, ყველა მხრივ მიდიოდა ცუდი და მრუდი გზისკენ. ეს ჩვენ შევძელი და ამ გზიდან ავაცდინეთ ასე თუ ისე არის და ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრებით მინდა დავაკავოთ და
რამდენად აქ არის ახლა პრობლემები ის რომ ძირითადად მოედანი არ გაგვაჩნია რომელიც პირველ რიგში ეს უნდა იყოს და საერთოდ გადიან ვარჯიშებს და შეკრებების საათ გაქვთ ხოლმე ვარჯიშებს გავდივარ საკმაოდ მოშორებით დასახლებიდან სადაც არის ასე თუ ისე მოედანი შეიძლება დავარქვა და შესაძლებელია ეგ ვარჯიში ჩატარება რა ხო და კიდე მანდ არის უამრავი პრობლემა რომ ბავშვებს გამოსაცვლელი ოთახიც არ აქვს ელემენტარული და ან მარშრუტკაში უწევთ სამარშრუტო იმაში ტაქსი გამოცვლა ან კიდე რაღაცას უნდა მოეფარო და მოკლედ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს 21 საუკუნით ვამაყობთ მაგრამ დამერწმუნეთ 21 საუკუნის თბილის გარეთ ძალიან ცუდი და რთული სიტუაცია თუნდაც რეგიონებში არა მარტო აზიანში მე მინდა ერთ-ერთი წარმოადგენელი და ხმამაღლა ვიტყვი რომ ბავშვებს ახლა დღესდღეობით ძალიან ჭირდებათ ხარდაჭერა ბევრის აი როგორიც არის თუნდაც ქალბატონი თეონამ რაც გააკეთა და სხვა მხრივად ყველანაირად მოკლედ ეს ქართველებს ეს არ შეფშვერის და არ გვეკუთვნის ასეთი ცხოვრება ასე ვთქვა და ერთადერთი კიდე რაც შემიძლია შევეხო სპორტის სამინისტროს მინდა შევეხო იმ მხრივ რომ დიდი მადლობა გადავხადოთ გაზაფორმებისთვის და იმ მცირედი ინვენტარისთვის. აქამდე არავისთვის არ მიგიმართებთ ამ პრობლემის შესახებ? ბევრს მიმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ დასაუბედუროთ მხოლოდ და მხოლოდ უარით და იმით ვისტუმრებდნენ უფრო რა ძირითად შემთხვევებში კი. თეონა, რამდენად გეგმაში რამდენად გაქვთ რომ ესეთი ღონისძიებები ჩაატაროთ, აი პირადად ვაზიანის კლუბისთვის? ამ კლუბთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გეგმები რამდენად განვახორციელებთ და რამდენად ხელი შეგვეწყობა ეს არ ვიცი წინასწარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ გარკვეული შემოთავაზებები წამოვა ამ გადაცემის შემდეგ სხვადასხვა სიუჟეტების შემდეგ რაც ამ კლუბთან დაკავშირებით გავა ეთერებში და გამოჩნდებიან ის ადამიანები, მეცენატი ადამიანები, რომლებიც მართლაც გულთან ახლოს მიიტანენ ამ ბავშვების გასაჭირს. იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული პირობებია მოედანზე, არ არის ბადეები, არ არის შემოსაზღვრული ტერიტორია, არ არის ქვებია მოედანზე და სახიფათო და ასე შემდეგ და იქ არანაირი პირობები არ არის რომ მაყურებელი მივიდეს და უყუროს ამ თამაშებს გასახდელებზე ხო საუბარი არ არის საერთოდ და განათებაზე რა თქმა უნდა შესაბამისად როცა თბილისიდან 15-20 წუთის სავალზე არის ესეთი პირობები და მართლა რთული მდგომარეობა ვფიქრობ რომ ყურად უნდა იყოს ეს უფრო მეტი ყურადღება მიექციოს სპორტის სამინისტრომაც შესაბამისმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმაც და იმ ადამიანებმაც მართლა ვისაც შეუძლია რეალური დახმარების გაწევა. რაც შეეხება ღონისძიებებს, ჩვენ ვაზიანში შევხვდით არაერთ მოქალაქეს გახდი შენიობის მედიატორის ასეთი პროექტის ფარგლებში, სადაც რამდენიმე ადამიანმა მართლაც გამოთქვა სურვილი იმის, რომ იყოს მედიატორი და შესაბამისად ვაზიანის მედიატორები უშუალოდ იზრუნებენ უკვე ამ ბავშვების მომავალზე და შეეცდებიან, რომ მათ თავიანთი აქტივობით უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ ვაზიანში არსებული პრობლემები. ბატონო გიგა, რა არის დღესდღეობით საარსებო წყარო ამ კლუბის, ანუ რესურსები რა გაგაჩნიათ? რესურსები ის არის, რომ იქ ძირითადად ვინც არიან ამ სპორტში დაკავებული ბავშვები, ისინი იხდიან გადასახადს და ამ გადასახადში მე პირობა მაქვს დადებული სანამ სპონსორი და თუნდაც კლუბის დამხმარე გამოჩნდება, მანამდე ვიზრუნებ მაქსიმალურად 100% დატვირთვით ამ ბავშვების და კლუბის მიმართ. ანუ რასაც იხდიან ძირითადად ფარავთ მარშრუტკის სამარშრუტო ტაქსის გადაადგილების თანხას, მწვრთნელის თანხას, ინვენტარის და თითქმის ბოლომდე რაც კი შემოდის კლუბის ხარჯებში მიდის. ვინე იმიტომ რომ მე მინდა ეს კლუბი და ეს ბავშვების მონდომა უბრალოდ თქვენ უნდა ჩახედოთ იმ ბავშვებს როგორი ცეცხლი უნთიათ ამ თვალებში. და არ მინდა გამომჩეს ქალბატონი თეონამ ახსენა და მინდა მეც დავამატებ და ვიტყვი რომ ჩემთვის დიდი პატივი და ჩვენი კლუბისთვის დიდი პატივი იქნება თუ კი უკრაინელი ბავშვები გამოთქვამენ ჩვენთან ვარჯიშს რომელიც უფასოდ მოემსახურებით ყველანაირად რითიც კი შეგვიძლება და მოკლედ კაი საქმისთვის ჩვენ ვართ მზად ვართ ყველანაირად კაი საქმეს დავუდგეთ გვერდში ძირითადად ჩვენივე თვით დაფინანსებით ვართ
მაინტერესებს, როდესაც არსებობს თბილისის ფედერაცია, აფხაზეთის ფედერაცია, როდესაც მართავენ ამ ტურნირებს, იღებთ თუ არა მონაწილეობას? დიახ, ჩვენ ახლა გამოდივართ საკმაოდ წარმატებით, მინდა ვერ დავარქმევდი ვინაიდან და რადგანაც სულ სადღაც ერთი წელიც არ არის სრულად, რაც ეს კლუბია ჩამოყალიბებული, მაგრამ ტოლსაც არავის არ უგდებთ, ესე თქვა და მონაწილეობთ აფხაზეთის ფედერაციის მიერ გამართულ ჩემპიონატში 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის, რომელიც იმართება და ასევე ქვემო ქართლის ტურნირი ეტარდება ესეთი, იქაც 2003-იანი პატარებით გამოდივარ და წელს გეგმავთ დიდების ჩართვას. ანუ 98-დან 2001 წლამდე დაბადებულები. ხო, მაინტერესებს, ანუ რამდენი ასაკობრივი ზღვარი ხო არსებობს და რამდენი წლამდე ნაკრები არის? ჩვენთან ასაკობრივი ზღვარი იწყება, ესე იგი 98 წლიდან დაბადებული ჭაბუკებს შორის 2007-მდე. 2007 წლამდე. ბევრი არიან თვითონ ნაკრებში? დაახლოებით 30 ჭაბუკი ყავს ახლა და ბევრიც ახლა გასაგებია ჩვენ ყველანაირად ხელს უწყობთ უსახსრობა ზოგს იმის საშუალებაც არ აქვს რომ ფეხსაცმელი იყიდოს რაღაც ძალიან ძიმე სიტუაცია ამისთან გამომდინარე და მე ყველანაირად ხელს უწყობ, ყველანაირად უდგავარ და ჩემი ადმინისტრაციაც რომ ის ბავშვები არ იჯდნენ სახლში რა. და მაქსიმალურად იყვნენ აქტიური სპორტით დაკავებული, მოკლედ იქ რომ შეგახედათ, იქ ძალიან ძიმე სურათია ამ. და ანუ შეკრებებს ანუ არსად არ გადიხართ, მხოლოდ ანუ ეგრეთ წოდებულ სპორტებს გულისხმობ? ხო, სპორტებზე ჯერჯერობით წელს ვფიქრობთ თუ იქნება ამის საშუალება და ისა, იმიტომ რომ ეხლა საბერძნეთიდან მივიღეთ მოწვევა, ძალიან თითქმის შემიძლია თქვა კაპიკებში 183 ევროთ არის მგონი თითო ბავშვის მიწვევა. აი ძალიან კაპიკებია, მაგრამ ეს 183 ევროც ახლა იმ ბავშვისთვის ძალიან დიდი პული არის, ძალიან დიდი თანხა არის და მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ ყოფილდებით საქართველოს რეგიონებში გასვლით. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად. გაქვთ გეგმაში რომ ისევ ამ პრობლემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართოთ სხვა ორგანოებს? მე ამით არ დავიღლები, სანამ ცოცხალი ვარ და ენერგია გამაჩნია, დღემდის კი დავგვივარ და ყველას მიმართავ, რომ იქნება ამ ბავშვებს რამენაირად ყურადღება მიექციოთ და ეს ბავშვები დავაყენოთ სწორ გზაზე. ეს და ჯანსაღი ცხოვრებით ვაცხოვროთ და არ გავუშვათ ისე იმ თნელეთისკენ და იმ მრუდეგზისკენ რა. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი ეს პრობლემები გადაჭრადი იქნება და გამოჩნდებიან სპონსორები, რომლებიც გვერდზე დაგიდგებიან. Sport Life-ი ერთი კვირით გემშვიდობებად, საინტერესო სიახლეებითა და ახალი სტუმრებით.